გამარჯობა, დღეს 27 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1970 წლის 27 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი მერაია ქერი. ის ცნობილია თავისი 5-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით, რაც მას განსაკუთრებულ მომღერლად აქცევს. მას კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 5 გრემი. 1986 წლის 27 მარტს დაიბადა მიუნხენის ბაიერნის გერმანელი ფეხბურთელი მანუელ ნოიერი. ის არის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს ხელთათმანის მფლობელი. მანუელ ნოიერი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ და ცოცხალ ლეგენდად. 1963 წლის 27 მარტს დაიბადა ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი კვენტინ ტარანტინო. მისი ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“, „მაკულატურა“, „მოკალი ბილი“, „უსახელო ნაბიჯვრები“, „ჯანგო“, „ერთხელ ჰოლივუდში“ და სხვა მრავალი. მას მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, ბაფთა და ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები. 1975 წლის 27 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობი ფერგი. ის იყო ჯგუფ Black Eyed Peas-ის წევრი. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის 8 გრემი. 1988 წლის 27 მარტს დაიბადა ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯესი ჯეი. მის დაწერილ სიმღერებს ასრულებენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი, ალიშა ქისი, კრისტინა აგილერა და მრავალი სხვა. 1972 წლის 27 მარტს დაიბადა ნიდერლანდელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკი. 1987 წლის 27 მარტს დაიბადა რუსი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი პოლინა გაგარინა. 2000 წლის 27 მარტს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ჰალი ბეილი. 1988 წლის 27 მარტს დაიბადა ურუგვაელი ფეხბურთელი მაურო გოიკოჩეა. 1939 წლის 27 მარტს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის, შოთა რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენების კავალერი იოსებ კეჭაყმაძე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.